მოგესალმებით, დღეს შესაძლებლობა გვაქვს ინტერვიუ ჩავწეროთ საფეხბურთო აგენტ ლევან სეთურიძესთან. ლევან, დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. 3 წელი გავიდა ჩვენი ბოლო ინტერვიუდან. ბევრი რამ შეიცვალა ქართულ ფეხბურთში, შენ ფეხბურთელებთან მიმართებაში, არაერთი ხმაურიანი ტრანსფერის შემოგვთავაზე. ვისაუბროთ ამ თემებზე ქართულ ფეხბურთზე და საფეხბურთო ბაზარზე რა მდგომარეობაა ახლა. დავიწყოთ ცხადია გიორგი მამარდაშვილით. წელს გადაბარგდა იგი ლივერპულში, როგორ მიდის მისი ადაპტაციის პროცესი და ლივერპულის და გიორგი მამარდაშვილის ურთიერთობა საიდან დაიწყო? მოგესალმებით ცოტნე. კი, არ გავიდა პატარა პერიოდი, რაც ჩვენი ბოლო ინტერვიუ იყო და მაშინაც ვაანონსებდით, თუ გახსოვს, რომ გიორგი ინგლისში უნდა ეთამაშა, ესე რომ ვთქვათ და წინასწარი მოლოდინები გამართლდა. რა თქმა უნდა, ისევ გიორგიზე რო ვისაუბროთ, გიორგი დღეს არის მსოფლიოს ერთ-ერთ გრანჩი ლივერპულში და ხედავთ რომ დღეს მის სათამაშო დროიდან გამომდინარე მე მაგალითად რო უყურებ გიორგის სათადარიგოს სკამზე ჩემთვის მიუღებელია, მაგრამ ვიცით რისთვის ვართ ლივერპულში და რა პროექტი არის ამ ერთი წლის მანძილზე. გიორგიმ რაც თამაშები მიიღო, ესე რომ ვთქვათ, ეს 10 თამაში გამოვიდა დაახლოებით და კი და მისი პრესა, მისი თამაშის ხარისხი შეესაბამება იმას, რა ინვესტიციას ლივერპულმა გააკეთა, მაგრამ ეს წელი ვიცოდით ჩვენ, რისთვის მივდიოდით და რა პროექტი იყო, მას ხანგრძლივი კონტრაქტი აქვს 5 წლიანი, ყველაზე სასიხარულო არის, მან მოიპოვა თავის ადგილი იმ გასახდელში, ისეთი ფეხბურთელების ირგვლივ და მე ვიცი ყოველდღიურ ცხოვრებაში ის როგორ ვარჯიშობს, დაახლოებით 10 თამაშამდე უკვე ითამაშა, ამას ემატება ნაკრების თამაშები და ეს წელი როგორც ჩვენ დავგეგმეთ, გეგმის მიხედვით მიდის. განიხილება თუ არა იჯარა, მით უმეტეს სამ უთამაშებლობის ფონზე ჩვენ ვახსენეთ კი რაღაც სათამაშო დრო მიიღო, თუმცა გიორგი არის უმაღლესი დონის მეკარე. ევროპის ჩემპიონატზე დიდ ტურნირზეც დაამტკიცა ეს ყოველივე, არის თუ არა ამაზე ფიქრი. დღეს მონაცემით მივყევით იმ გეგმას, რა გეგმაც შარშან დაიწყო თუ გახსოვთ ის დარჩა ვალენსიაში. ზომიერი ვიქნები, მაგრამ ამომწურავი შენი კითხვიდან გამომდინარე, რომ ლივერპულის პროექტი არის, რა როგორ შეიცვლება სიტყვაზე ვიძახი ეს მარტში იქნება, აპრილში მე მექნება რა თქმა უნდა შეხვედრები ჩემ პარტნიორთან ერთად ლივერპულის ხელმძღვანელობასთან, მაგრამ მივდივართ იმ გზით, რა გზაც არის არჩეული, რომ გიორგი იყოს გრძელვადიანი პროექტი ლივერპულთან ერთად. ვინცობა სიტყვაზე რაღაც შეიცვალა, გიორგის კარიერა საფრთხე არ შეექმნება მომავალში, იმიტომ რომ ისეთი გუნდის ხელში არის, ისეთ პროექტში არის, რომ სანერვულო არაფერი არ არის. და ჩვენი მიზანი არ არის, რომ გვერდზე ვიყუროთ სიტყვაზე, რომ სადმე საიჯარო ხელშეკრულება გაკეთდეს, არც ეგ იქნება პრობლემა, მაგრამ ჩვენი გზას მივყვებით, რაც ლივერპულმა დაგვისახა ჩვენთან ერთად. თან მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მეკარესთან კონკურენცია, ერთად ვარჯიში ცალსახად ზრდის ფეხბურთელის განვითარებას. მაინტერესებს თვითონ ფეხბურთელი როგორ გძნობს მენტალურად თავს. რაც შეეხება ალისონს, ესეთ მეკარესთან ერთად თანაკონკურენციაში მეგობრებიც არიან და აქვე დავაანონსებ და ჩემი პარტნიორი ამასინათაც ვახსენე გადაცემებში არის ალისონის მენეჯერი სტეფანო კასტანია, რომელთანაც უკვე მე 5 წელია ვპარტნიორობ და ანუ ჩვენი ფეხბურთელია, ესე რომ ვთქვათ, როგორც გიორგი, ასევე ალისონი და იმ ადაპტაციაშიც ეხმარება და იმ კონკურენციაშიც, ესე რომ ვთქვათ, იზრდებიან ერთმანეთთან. გადავიდეთ ვახტანგ სალიაზე დავჭეთ ინგლისში. არ დავმალავდა გაუცება გამოიწვია ამ ტრანსფერმა ჩემში. იქნა გამომდინარე, რომ საქართველოს ჩემპიონატიდან 16 წლის ფეხბურთელი წაიყვანო პრემიერ ლიგის გუნდში, მით უმეტეს ფეხბურთელს არა აქვს ეროვნული ნაკრების CV, არაერთ სირთულეს ვაწყდებით, ეს ყველაფერი როგორ მოხდა? რაც შეეხება ვახოს და მე კიდე გავუყებით რაღაც სცენარებს ბავშვთა ფეხბურთშიც და კარგად ჩავშლი მაგ საკითხებს. ვახო როცა ავიყვანე იყო 13 ან 14 წლის და მოვყვებოდით ერთმანეთს ამ პროექტის, როგორც მე მაგ პროექტი, ისე არის ყოველთვის ყოველი ტრანსფერი რაღაც პროექტის ნაწილი. ვახოს შემთხვევაში დროზე ადრე გაასწრო მან პროგრესს, თუ გახსოვს 16 წლის ერთ-ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი იყო, რომელმაც ქუთაისის ტორპედოს გაუტანა გოლი და სამეულში ან ხუთეულში შევიდა, არ მინდა რომ შემეშალოს და ამის მერე, ანუ ძალიან სპონტანურად დაიწყო ნიუკასლთანაც ეს მოლაპარაკებები, იმიტომ რომ გიორგი მამარდაშვილზე იყო ჩამოსული ერთ-ერთი ხელმძღვანელი ნიუკასლიდან და ესე უბრალოდ საღამოს ვახშამზე რო ვიჯექით, მან გაჟღერდა რომ ქონდათ ერთი ადგილი არაეროკავშირელზე, ზუსტად ის პოზიცია რაც ვახო არის, ესე რომ ვთქვა და აქედან დაიწყო ეს მასზე დაკვირვება. და ყველანაირ კრიტერიუმს და ყველანაირ სიტუაციებს გადაახტა ვახო, მაგ მის მერე კიდე არაერთი გოლი იყო, არაერთი საგოლე იყო და
ყველაზე რაც მენიშნა ნიუკასლისგან თხოვდნენ ყოველთვის მის თამაშიდან პოლარ სისტემა როგორც არის და ეს თავის სპრინტების რაოდენობა და აქედან გამომდინარე დაიწყო მასზე დაკვირვება საწყის ეტაპზე პირველად ვიტყვი შენ გადაცემაში რომ პრესეზონიც არ იყო დაწყებული მან გუნდი ძალიან მძიმე ტრავმა მიიღო მაგრამ ამის მიუხედავად კლუბმა დატოვა ნიუკასლში ადაპტაციაც კარგად მიდის იანვრის ბოლოს დაახლოებით თებერვლის დასაწყისში უკვე ვიხილავთ ახოს ნიუკასლის მაისურით, მაგრამ მთავარი ფაქტორი ის არის, რომ იცი რომ ქულების სისტემა არის 1000 რაღაც არის, მაგრამ ნიუკასლმა იმხელა ავანსი გასავა ხოზე რომ ის ისევ ნიუკასლში არის, ესეც მატყველებს ჩვენ კარგ ურთიერთობაზე ნიუკასლთან და მომავალშიც შეიძლება ვიხილოთ სხვა ფეხბურთელები, იმიტომ რომ არა ლოკალურად, არამედ საერთაშორისო ბაზარზეც გასულები ვართ ჩვენ და ვნახოთ რა როგორ იქნება, მაგრამ ნიუკასლის ურთიერთობა ჩვენთან მიმართებაში ძალიან თბილი და კარგი არის და ეს აისახება ვახოს მანტყოფნაზე ესე რომ ვთქვათ რომ არ გაანათხოვრეს და ასე შემდეგ იყო ამაზე საუბრები და იშვიათად დავდივარ გადაცემებში, მაგრამ მინდა რომ მთლიანი სურათი მოვიცვათ, იმიტომ რომ ვახოს ნაწილიც უნდა იცოდეს საზოგადოებამ, მიიღო ტრავმა, მაგრამ ჩვენ ვდგავართ გვერდში, ნიუკასლი გვერდში უდგას, ოჯახი გვერდში უდგას და განათხოვრების საშიშროება დღესაც არ დგას, იმიტომ რომ უნდა ვისაუბრო კიდე ნიუკასლთან, მაგრამ უნდათ რომ ნიუკასლმა თავიანთ პროექტში ნახოს, ეს იქნება ახალგაზრდული პრემიერლიგა ჩემპიონთა ლიგაზეც გამოდიოდა ახალგაზრდული გუნდი, მაგრამ ის ნიუკასლის ნაწილი არის და მომავალი გვიჩვენებს მის განვითარებას, მაგრამ ნიუკასლმა ის ფსონი გააკეთა, რომ არ გაანათხოვრა და დატოვა გუნდში და ნახოთ რა როგორ იქნება. გადავიდეთ შემდეგ ფეხბურთელზე, ლაშა ოდიშარია. ბრწყინვალე ფეხბურთელი, შესანიშნავი დრიბლინგი, გამორჩეული ცალსახად შეტევითი არსენალით, გვახსოვს მისი ევროპის ჩემპიონატი, იწერებოდა ლა ლიგა 2-ის ერთ-ერთ გუნდზე. ტრანსფერი ვერ შედგა. რა ხდება ახლა მის გარშემო და ძალიან მაინტერესებს პორტუგალიასთან მიღებული წითელი ბარათის შემდეგ თუ გქონდა მასთან საუბარი და აი ასეთ პერიოდში როგორ უდგა ხარ ფეხბურთელებს გვერდში. რაც შეეხება ლაშა ოდიშარიას და უკვე მესამე ფეხბურთელზე ვსაუბრობთ, რომელთანაც არ არის დღეს დაწყებული ჩვენი ურთიერთობა, დაწყებულია ზოგთან 7 წლის წინ, ზოგთან 6 წლის წინ და ლაშას შემთხვევაში უკვე მე-4 თუ მე-5 წელია მოდივარ და ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი ფეხბურთელია, იმიტომ რომ მას ულევინდობა აქვს ჩემთან მიმართებაში და მე მასთან მიმართებაში და რაც შეეხება დავიწყებ კითხვის ბოლოდან წითელ ბარათზე თუ რამე ფეხბურთში უსამართლობა მინახია ცხოვრებაში და რამეზე გული მტკენია საზოგადოება თუ მიცნობს იცის როგორც ვცხოვრობ მე და ფეხბურთმა თუ ყველაზე დიდი ზიანი მომაყენა რაღაცაში ეს იყო ლაშას წითელი ბარათი ეს სათამაშო მომენტი იყო და მან ძალიან განიცადა ეს საკითხი და რა თქმა უნდა როცა ხეირში არიან ფეხბურთელები მაშინ არ ვართ ჩვენ მათთან როცა პრობლემაში არიან და ვახოსაც შევეხეთ ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენ კომუნიკაცია ქონდა თამაშებსაც კი ვთამაშობთ ერთად რომ ახლოს ვყავდეს ესე რომ ვთქვათ რა ეს კომპიუტერული თამაშები რო არის იმიტომ რომ აქ ხელა ვხდები როცა მას სჭირდება გვერდში დგომა და ესეც შეიძლება საინტერესო იყოს შენთვის და რაც შეეხება ლაშას გიდასტურებ რომ ხიხონის სპორტინგში ფაქტიურად გადასული იყო ზაფხულში ლაშა ყველანაირი დოკუმენტები შეთანხმებული იყო მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობამ ბოლო წამს უკვე ნაყიდ ბილეთზე ვიძახი ესე რომ ვთქვათ შეცვალა აეროპორტიდან მოაბრუნის ესე გამოდის მეს ბილეთი მქონდა ნაყიდი და უკვე ტრანზიტზე უნდა შევხედილიყავით დანიაში და უნდა შევფრენილიყავით სპორტინგში ამას თამამად ვილაპარაკებ მაგრამ იმ კლუბის ფეხბურთელია ეხლა და პატივს ემმა კლუბის გადაწყვეტილებას მაგრამ თვითონაც ხვდებიან და ჩვენც ხვდებით რომ ეს რაღაც უსამართლობა არ მინდა დავარქვა იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გამოვარდები რომ შენ გადაცემა რეიტინგულია და არ მინდა რომ ამა თუ იმ კლუბის მესვეურთან მივიდეს ცუდად ჩემი მესიჯები დღეს ისევ RFS-ის ფეხბურთელი არის და ლაშას ოცნება იყო და არის რომ ლა ლიგაში ითამაშოს და გპირდებით არ მიყვარს ესე თამასაუბარი, მაგრამ ის მომავალში ესპანეთში ნამდვილად ითამაშებს. არის თუ არა ახლა ამ მომენტში შემოთავაზებები ინტერესი თუნდაც ესპანური გუნდებისგან? ინტერესები რა თქმა უნდა არის, მაგრამ ესეც მინდა რომ სწორად აღვნიშნო რომ ჩვენი სატრანსფერო ფანჯარა არის ზაფხულში არის ჩემპიონატები, რომელიც ახლა დამთავრდა და ახლა აკეთებენ ტრანსფერებს. ჩემი ნახოთ რა როგორ იქნება, ჯერ კიდე არის დარჩენილი დაახლოებით 15-20 დღე, 25 დღე სატრანსფეროს დახურვამდე, მაგრამ ჩვენი კონცენტრაცია იმისკენ არის, რომ გამოვადგეს ისევ იმ კლუბს, ისევ კარგად ითამაშოს და მე ეს ოცნება მინდა რომ აუსრულოთ. ჩემი სპორტული ჟინი ის არის, რომ ლაშა ოდიშარია ესპანეთში ითამაშოს. ვისაუბროთ ახალგაზრდა ფეხბურთელებზე და შენ სააგენტოზე, როგორ ხდება ფეხბურთელების შერჩევა, მშობლებთან კომუნიკაცია, მათი აღზრდა, მიდგომა თვითონ სააგენტოს ფეხბურთელების მიმართ, რას უზრუნველყოფს, რაზე ფიქრობს სააგენტო, რომ აი იმ ბოლო ნაბიჯზე როცა მიიღო ფეხბურთელი, სადაც ერთი დიდი ნაბიჯი უნდა გადადგას, როგორ უდგას მანამდე სააგენტო გვერდში? ყოველთვის ვიწყებთ შერჩევას ფეხბურთელების, უკვე დღეის მონაცემით 2012-13 წლიან ბავშვებთან ვართ შესულები, ესეც ურთიერთობის დონეზე, მაგრამ
თავარი საკითხები რაც არის, რომელიც უკვე აი სალიას მაგალითად ვთქვით, რომ 14 წლიდან ავიყვან, 14 წლიდან უკვე არიან ფეხბურთელები, რომელსაც პროექტს ვანახებთ 18 წლამდე, ესე რომ ვთქვათ, იცი რომ საქართველოსთან ჩვენი პასპორტიდან გამომდინარე 18 წლამდე ფეხბურთელის რეგისტრაცია არ ხდება ევროპაში. ჩვენ ვიწყებთ დაახლოებით დაკვირვებასაც, რა თქმა უნდა, მაგრამ სულ თამაშებზე დავდივართ და აქედან გამომდინარე, როცა ჩვენ მშობლებთან მივდივართ, უხსნით არა 1 წლიან პროექტს, არა 2 წლიან პროექტს, 18 წლამდე როგორ შეგვიძლია ჩვენ ეს ფეხბურთელები მივიყვანოთ და ამის გამოცდილებას უკვე მიმაგრებს ზურგს, 3 წლის წინ რო ეს კითხვა დაგესვა, შეიძლება ვერ გამეცა პასუხი, იმიტომ რომ მე საწყის ეტაპებზე ვიყავი. 18 წლამდე როგორ უნდა განავითაროთ მისი შვილი, ესე რომ ვთქვათ, და მთავარი საკითხები კიდე ის არის, რომ შეიძლება ოჯახს ჰქონდეს ფინანსური პრობლემები, პირობითად ავიღოთ და მე კი სწორდება ეგ ფინანსური პრობლემებიც. ვიღებთ ყველაფერს ჩვენ თავზე ფეხბურთელის ნაწილში, ეს იქნება სწავლა, ეს იქნება ფსიქოლოგია, ეს იქნება დამატებითი ვარჯიში, ვიტამინები თუ ბუცი თუ ასე შემდეგ. ამის ბიუჯეტირებას ვაკეთებთ და მივყვებით. მაგრამ სამწუხაროდ დღეის მონაცემით პრობლემა იქნება კი არა, უკვე პრობლემა არის, რომ მშობლის ბედნიერების ბიზნესი გახდა უკვე ბავშვთა ფეხბურთი. ეს იმან გამოიწვია, რომ არაერთი სააგენტო შემოვიდა, ვინმე ცუდად მუშაობს თუ ვინმე ცუდად არ მუშაობს, მაგას დავარეგულირებთ, იმიტომ რომ ვარ დიდი მოთამაშეებიც ამ ბაზარზე, არა მარტო მე, რამოდენიმე სააგენტო. უჩნდებათ ამ მშობლებს მარათონული სიტუაციები, რომ დღეს ერთ სააგენტოში იყვნენ, ხვალ მეორე სააგენტოში იყვნენ, ჩვენთან საკითხები დააყენონ და ამ პროექტს, სიტყვაზე ვთქვა 14 წლიდან 18 წლამდე არ ღვევენ შუა გზაში. სიტყვაზე ვიძახი, მე რო ავიღო ეს ბიზნესად და კიდევ ერთხელ მეორე მიყვარს ეს საქმე და მივყვები ყველანაირ სიტუაციებს, არ ღვევენ ამ პრინციპს, რაც არის ერთგულება და პატიოსნება და ნდობა, ესე რომ ვთქვათ რა და ამიტომ აი ეს ძალიან დიდი პრობლემა არის, უკვე იჩინა თავი, ბევრ შემთხვევაში ჩემთანაც, მაგრამ იმ ფეხბურთელებს, რომელსაც დავემშვიდობე, არაერთი ტალანტია და არაერთი წარმატებული ფეხბურთელია, წარმატებებს უსურვებ და ყოველთვის მათი გულშემატკივარი ვიქნები, მაგრამ მენეჯერში არ არის ეს პრობლემა. არის პრობლემები, რომ მშობლებს უნდათ, რომ რაღაცები შეცვალონ, რაღაცები სხვაგანაც დაინახონ, მაგრამ ერთ ღერძზე ტრიალებს ქართული ფეხბურთი და ქართული ფეხბურთის ტრანსფერები. მე და სიტყვაზე სხვა მენეჯერმა შეიძლება ერთად გავაკეთოთ თავიანთი ფეხბურთელის და არაერთი პრეცედენტი ყოფილა. არაერთი არა, მე მახსენდება ირაკლი ლილვაშვილს გამოვყოფ გრანადაში, ერთად წავიყვანეთ ფეხბურთელი, მისი ფეხბურთელია და მეც მივიღე მონაწილეობა. მე არასდროს კონკურენტად არ აღვიქვავ არავის. ერთი კონკურენტი ყავს შემსხორებაში, ჩემი თავი ისიც, რომ გუში როგორი ვიყავი და დღეს როგორი უნდა ვიყო და ხვალ როგორი უნდა ვიყო. თუ გვანდობენ რაღაც პერიოდში შვილებს, ენდონ იმ პროექტს თორე. თუ კარგი ფეხბურთელი იქნება, ჩემი კოლეგების გაყიდიან და მეც გავყიდი, მაგრამ გაყიდვას მე ესე უხეშად აღვიქვავ, რომ პროექტში წავიყვანოთ ისეთში, როგორი მაგალითებიც მოიტანა მამარდაშვილმა, ხვალსალია გააკეთებს და სხვა ფეხბურთელები, რომლებიც გასულან, იმას ვარეზე ყოფილიყო. აი, ერთ რაღაცას დავარქონ, მანქანას რო დავჯდები და სიტყვაზე ვიძახი, ბათუმამდე უნდა ჩავიყვანო 6 საათში, მე უნდებათ გზაში რო 3 საათში ჩაიყვანო. კარი ღია მაქვს და არავისთან კონტრაქტი არ გამაჩნია. არის ურთიერთობა, არის ნდობა და ვინც ეს ნდობა მე გამომიცხადა, გადახედოს საზოგადოებამ, სად არიან ის ფეხბურთელები. ხო არ გამოყოფთი რამდენიმე ფეხბურთელს, რომელსაც დიდი მომავალი აქვს. გამოვყოფ რამოდენიმე გვარს, ნიკოლას ბოჭორიშვილს 2007-იანს, 2008-იანებში არის ლუკა ციკოლია, გიორგი ქურდოვანიძე და სანდრო კუნჭულია. აი ამ 4 ფეხბურთელზე მექნება უფრო მეტი სწორება, უფრო მეტი ურთიერთობა, იმიტომ რომ მათი ასაკები მოვიდა, როცა სააგენტო არის დიდი და ყავს 25-30 ფეხბურთელი, დღეს მაგ ფაქტურად განახევრდა სამწუხაროდ არა ჩემი სიტუაციებიდან გამომდინარე, აი ამ რაღაცა რეალობებიდან გამომდინარე, როცა უკვე მშობელსა და ჩვენ შორის აღარ იყო ის ბმა, რასაც ქვიან ნდობა. ამიტომ ამ 4 ფეხბურთელზე ფიქრობ, რომ იმიტომ რადგან ჩემები არიან, გამოვყოფ თქვენი ეთერით და ძალიან დიდ კვალს დატოვებენ ქართულ ფეხბურთში, იმიტომ რომ ეს 4 ფეხბურთელი არის დღეს ზოგი 19-ის კანდიდატი, ზოგი 17-ის და ზოგი შეიძლება უკვე 21 წლამდესი და უკვე დიდი დაკვირვება არის ამ ფეხბურთელებზე. ეს გვარები რაც ჩამოთვალე უკვე 5 წელია, 3 წელია, 4 წელია მოვყვები ამ ფეხბურთელებს და იმ გეგმით მივდივართ, რომ უკვე ტოპ გუნდებამდე მიტანილი არის და მათი შეიძლება მოხდეს მალე ამა თუ იმ გუნდებში ნახვა. როგორც საფეხბურთო ფიგურას ასევე მინდა კითხო კიდევ ერთ ახალგაზრდა ფეხბურთელზე, თონიკე კვარაცხელიას. დიდი ავანსებია მასზე გაცემული. თანაც არაერთხელ შემოხვედრილ ხარ დინამოს აკადემიის თამაშებზე, აკვირდები ფეხბურთელებს, ყავშენი ფეხბურთელების და დარწმუნებული ვარ, კარგად იცნობ ამ ფეხბურთელსაც. კი, შორიდან ვიცნობ, პირადი ურთიერთობა ნამდვილად არ მაქვს, იმიტომ დავდივარ, რომ მაგ ასაკში გვარების გამოვყავი, ვინც მასთან ერთად თამაშობს. ერთ-ერთი მომავალი ვარსკვლავად შეგვიძლია აღვიქვათ, მაგრამ მას აქვს ძალიან დიდი წნეხი თავისმიდან გამომდინარე და მთავარი ფაქტორი ის არის, რომ სწორ აკადემიაში არის დღეს მონაცემით, სადაც უნდა იყოს და ეს ეტაპები უნდა გაიაროს, იმიტომ რომ დაახლოებით 20-25 თამაში უკვე წინა წლის განმავლობაში ნანახი მაქვს და
რაც მომწონს და ისი გამოყოფა შემიძლია, ერთი უბრალო ბიჭი არის, უყარს ფეხბურთი და არის შრომის მოყვარე და აქ მაგალითი ისეთი როგორც თავის მა არის და მინდა რომ მომავალში მას წარმატებები უსურვო, მაგრამ შეუძლია ისეთი ფეხბურთის თამაში, ახლა როგორც მე წინასწარ რაღაც ფეხბურთელებზე ვაკეთებ ავანს, დიდი სიამოვნებითაც მაქვს ამის საშუალება. შენი კითხვიდან გამომდინარე, რომ თორნიკე კვარაცხელია შეუძლია ძალიან დიდი ფეხბურთი ითამაშოს და დატოვოს ის კვალი, კვალსაც მის იზმატოვებს და მინდა ორივეს წარმატებები უსურვო. გვერდს ვერ აუგვლით საქართველოს ევროპის ჩემპიონატს. გარდა იმისა, რომ 20 წლამდე ნაკრებმა ორჯერ ითამაშა ევროპის ჩემპიონატი, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შეძლო 2024 წელს ითამაშა დიდ ტურნირზე, რა შეიცვალა აგენტის კუთხით საფეხბურთო ბაზარზე და ზოგადად ქართული ფეხბურთის მიმართ ინტერესი, როგორ შეიცვალა. როგორც გულშემატკივის როლში, რაც მე ვნახე გერმანიაში, ეს იყო თურმე ჩვენ შეგვძლებია იმ გზის გავლა სტადიონამდე, ახალი მუსიკები დაიწერა, ახალი სიტუაციები შეიქმნა. ჩვენც მარტივად ადაპტირდით გულშემატკივრობაც საოცარი იყო, ხო? მარტივად ადაპტირდით, რაც ქონდა ყოველთვის ტელევიზორში ნანახი. ჩვენი გულშემატკივარი იყო უფრო მეტი ამა თუ იმ თამაშებზე და ეს არ უნდა გაჩერდეს, ეს უნდა გაგრძელდეს და რა შეიცვალა? ის შეიცვალა, რომ ჩვენ შეგვიძლია ფეხბურთის თამაში. უფრო მარტივდება იმ ავიაციაში რო გადიხარ, ესე რომ რასაც ევროპის ჩემპიონატი ქვია, როგორც ხვიჩა და მამარ დააკეთებს დიდ ასპარეზზე, ხო? ტრიალდება შენ ქვეყნისკენაც ამა თუ იმ კლუბის მესვეური, აგენტი, სკაუტი და უფრო მარტივდება ურთიერთობა, რომ რაც თავის დაბარათი გიჭირავს უკვე სანაკრებო დონითაც და იმ ლეგენდა ფეხბურთელებსაც ესე ვიტყოდი, გინდა კვარა აიღე, მამარ და მიხაუტაძე და არ უნდა კვარები გამომრჩეს, გიმარტივებს ურთიერთობებს, იმიტომ რომ თუ აქამდე შენ თავაზობდი იმას, რომ ვინ ვიყავით და სად ვიყავით 6-7 წლის წინ, დღეს უკვე ურიგოდ გახარ რაღაც კარებთან, იმიტომ რომ იმ ქვეყნის წარმომადგენელი ხარ, ვინც ეს სახელი გაგითხვა და გაიტანა. ამიტომ მე მინდა რომ ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზეც ვნახო ასევე ევროპის ჩემპიონატზე დაბრუნებული ისეთი წარმატებით, როგორი წარმატებითაც ჩვენ გამოვედით და მჯერა რომ ეს ყველაფერი არ გაჩერდება და ამისთვის საჭირო არის აი თუ რაღაცა პატარა ჩავარდნა იყო ნაკრების. თუ ერთხელ მიაგნო ნაკრებმა, ფეხბურთის ფედერაციამ, ფეხბურთელებმა, გულშემატკივარმა იმ წარმატებას, არ არსებობს ის გასაღები ვერ იპოვო. ან თუ იქამდე მიხვედი, მეც ესე ვარ. ჩემს აგენტოში თუ რამე წარმატებული გამიკეთებია და ერთხელ ვქენი, შემიძლია რომ მომავალშიც გავაკეთო. ეს არსებობს უკვე, ვიცით როგორ უნდა მივიდეთ მსოფლიო ჩემპიონატამდე და როგორ დაბრუნდეთ ღირსეულად ევროპის ჩემპიონატზე. ამიტომ რადგან ერთხელ შევძელით, მჯერა რომ მომავალშიც არაერთხელ შევაღებთ იმ სცენებს. და ბოლოს მინდა შენზე ვისაუბროთ და შენს პროფესიაზე, ადრე მითხარი რომ შესაძლოა შეგეცვალა შენი საქმიანობა, ახლა რას ფიქრობ და რა იქნება მომავალში? მნიშვნელოვანი კითხვა არის ჩემთვის და ამომწურავად გაგცემ ამ კითხვაზე პასუხს. არც ეხა შემიცვლია აზრი, მე როცა ამ საქმიანობას ვიწყებდი 5 წლის წინ, ეს იყო ჩემი დროებითი გაჩერება. მაგრამ გონია რომ უკვე მოდის ის დრო, რომ ვიცვალო პროფილი, ესე რომ ვთქვათ, ისევ ქართულ ფეხბურთში დავრჩები ყოველთვის, ეს არ არის დღეს და ხვალ. მაქვს ორი ძალიან დიდი მისია, რომელ მეგა ტრანსფერზეც ვიმუშავე, ეს იქნება 6 თვეში, შეიძლება 1 წელში ან წელიწად ნახევარში, მაგრამ ძალიან მალე მე სტატუსით საფეხბურთო აგენტი ნამდვილად აღარ ვიქნები, იმიტომ რომ თუმცა იმ ფეხბურთელებთან კომუნიცირება არ შეიცვლება. ჩავშლი მაგ თემას, ის ფეხბურთელები ვინც ჩემი ნაშრომია, ვინც გზა გაუკვალე, დღესაც ის ურთიერთობა მაქვს, აი ეს მინდა საზოგადოებამ და გულშემატკივარმა თუ იმ აუდიტორია, ვისაც ჩემი საუბარი აინტერესებს, გაიგოს, რომ მე არ მივდივარ ფეხბურთიდან პირობითად. ეს არ ვიცი. მაქსიმუმს ვიზახი, რომ შეიძლება ეს 5 წლად და 6 წლად აღარ დავუყო, იმიტომ რომ ჩემი გეგმა ყოველთვის არის 3 წლიანი, 2 წლიანი და არ უყურებ ამ საქმეს როგორც ბიზნესს. ამიტომ მირჩევნია, რომ წლების მერე მაქსიმუმ 1 წელი იქნება თუ 2 წელი, მაქვს რაღაც ორი მიზანი, რომ იმ მეგა ტრანსფერზე მივიღო მონაწილეობა და მე უკვე ვიყო როგორც კონსულტანტის როლში, ან შუამავლის როლში. ყოველთვის ფეხბურთში ვიქნები და ყოველთვის იმ ფეხბურთელების, ვინც ახლა მისმენს და მაგალითად ანუ არიან 2012-იან, 13-იან ბავშვებზე არ ვილაპარაკე, მათი ბედიც იქნება იმ კარგ ხელში, მაგრამ მე ვიქნები არა სტატუსით აგენტი, არამედ მომსახურები ქართულ ფეხბურთს სხვა ჭრილში, რომელიც არაერთი და ულევი არის და ამიტომ მოდის ის დრო, რომ უკვე მე საფეხბურთო აგენტობით აღარ გავაგზელო ფუნქციონირება. ძალიან დიდი მადლობა ლევან, წარმატებები მინდა გისურვო მომავალში შენ მიზნებში და შენ ფეხბურთელებს ცალსახად საინტერესო ინტერვიუ გამოგვივიდა. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ამ შესაძლებლობისთვის. მადლობა შენ ცოტნე და იმედია მომავალშიც გვექნება საშუალება რომ ვისაუბროთ ქართულ ფეხბურთზე და მინდა ქართულ ფეხბურთს წარმატებები უსურვო.